ოცნება მათი პროპაგანდისტის წერილით ტრამპი ოლიგარქიული ძალების დავალებების შემსრულებლად გამოაცხადა. ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი პირდაპირ ოლიგარქიული ძალების დავალებას ასრულებენ. წერს ზაზა შათირიშვილი. პარალელურად კობახიძე და სხვა ჩინოვნიკები ამერიკასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებასა და ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციის მოხსნას ითხოვენ. დიდი პროგრესი მიღწეულია, როგორ დასრულდება ამერიკასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მეტი დეტალი დღეს ბერლინში დელეგაციების შეხვედრის მეორე დღის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როიტერსი წერს, რომ ზელენსკი დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მზადაა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ბერლინში გამგზავრებამდე მან დეპუტატებს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვარიანტების შემუშავებაც დაავალა. რუსეთის საფრთხეა დღეს, ხვალ და მომავალში. შემდეგ კვირას რუსეთთან ახლოს მყოფი ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას იწყებენ. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პეტერ ორპოს თქმით, აღმოსავლეთ ფლანგის სამიტს 16 დეკემბერს ჰელსინკში გამართავენ. ჰოლივუდის რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის ცხედრების საკუთარ სახლში იპოვეს. ადგილზე ახლა დეტექტივები მუშაობენ და სავარაუდო მკვლელობას იძიებენ. რაინერის ცნობილი ნამუშევრებია, როცა ჰარი შეხვდა სალის უძინარი სიეტლში, პატარძალი პრინცესა და სხვა ფილმები.